ზღაპრული სამყარო წარმოგიდგენთ. ჭინჭრაკა. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო სამი ძმა, ძალიან ღარიბად და საწყლად ცხოვრობდნენ. უფროსი ძმების სახელები აღარავის ახსოვს, უმცროს კი ჭინჭრაკა ერქვა. ძმებმა თქვეს: ასე შინჯდომით მზამზარეულად არაფერი მოგვივა. წავიდეთ სადმე, ან სამუშაო ვიშოვოთ, ან და მოჯამაგირეთ დავდგეთო. თქმა და ქნა ერთი იყო, ადგნენ და გაუდგნენ გზას. ჭინჭრაკა ხელმწიფეს დაუდგა მოჯამაგირეთ. ხელმწიფეს გაგონილი ქონდა ჭინჭრაკას ეშმაკობა და ერთხელ უბძანა. ამა და ამდევს, ოქროს ხელა დააქვს და უნდა მომიტანოო. ჭინჭრაკამ მოახსენა. ერთი წერაქვი და ნიჩაბი მომეცი და მე ვიციო. მისცეს წერაქვი და ნიჩაბი. ჭინჭრაკამ წაიღო და ხელადის მოსატანად წავიდა. იარა და მიადგა ერთ გორაკს. ამ გორაკზე დევის სახლი იდგა. ჭინჭრაკამ დაუწყო მიწას თხრა. თხარა და დევის ტახტის ქვეშ გავიდა. ხედავს, ხელადაც იქვე დგას. გაუხარდა და ხელი დაავლო. დევს კი ერთი ოქროს ფანდური ქონდა, რომელიც რასაც დაინახავდა ან გაიგონებდა, მაშინვე იტყოდა. დაინახა ამ ფანდურმა როგორ მივარდა ჭინჭრაკა ხელადას და დაიძახა. არიქა, ჭინჭრაკამ ხელადა მოიტაცაო. წამოხდება დევი, იცკირება აქეთ-იქით, მაგრამ ჭინჭრაკა არსად ჩანს. ხელადა კი იქვეა. ისევ ამოძრება ჭინჭრაკა, ისევ სტაცებს ხელადას ხელს და ფანდურიც ისევ დაიყვირებს. დევი წამოხდება. ხელადა იქვე დგას. გაჯარდა დევი, ეგონა ფანდური მათყუებსო და მის ყვირილს ყურადღება აღარ მიაქცია. ჭინჭრაკამ მესამეც სტაცა ხელი ხელადას და წაიღო კიდეც. გაიხედა დევმა, სადღაა ხელადა. წამოხდა და ჭინჭრაკას გამოუდგა, მაგრამ რაღაც დაეწეოდა. მაშინღა მოკრა თვალი, როცა ჭინჭრაკამ ბეწვის ხიდზე გადაიდგინა. კიდევ მოხვალო, მიაძახა დევმა. ისე მოვალ, როგორც სიძე ბატონიო, მიუგო ჭინჭრაკამ. ხელადა ხელმწიფეს მიუტანა. ხელმწიფეს ძალიან გაუხარდა. ეს რა ბიჭი ყოფილაო. ცოტა ხნის შემდეგ ჭინჭრაკა ხელმწიფემ მეორე დაიბარა და უთხრა. წადი და იმ დევს რომ ფანდური აქვს, ეხლა ის მომიტანეო. ადგა ჭინჭრაკა და წავიდა. გაძვრა ხრელში და დევის ტახტის ქვეშ მოიკალათა. როგორც კი დევმა პირი მიიბრუნა, ჭინჭრაკამ ხელი წაავლო ფანდურს. ფანდურმა ყვირილი მორთო, ჭინჭრაკა მომიტაცაო. დევი თვალებს აცეცებდა. ეძებდა ჭინჭრაკას, მაგრამ ჭინჭრაკა არსად ჩანდა. გაჯარდა დევი და ფანდურს წყენით უთხრა. ჭირსად შეუჭამი ხარ, რაც გინდათ. ისაქენით, შენცა და შენმა ჭინჭრაკამაცო. ჭინჭრაკამ ფანდურს ხელი დაავლო, ხრელში გაძვრა და მოუსვა. ის იყო ბეწვის ხიდი. გაირბინა რომ დევმა თვალი მოკრა. ჭინჭრაკაო, შენი იღბალი რომ გამასწარი, აღარ მოხვალო. ისე მოვალ როგორც სიძე ბატონიო, მიუგო ჭინჭრაკამ. მიუტანა ჭინჭრაკამ ხელმწიფეს ფანდური. ხელმწიფეს ისე გაუხარდა, აღარ იცოდა რა ეკნა. გამოხდა ხანი. ხელმწიფემ ისევ დაიბარა ჭინჭრაკა და უთხრა. უნდა წახვიდე და ის დევი მომიყვანოო. შეფიქრიანდა ჭინჭრაკა, მაგრამ აბა ხელმწიფეს უარს როგორ ეტყოდა. ბოლოს უთხრა. მომეცი სადურგლო იარაღი და მე ვიციო. მისცეს ქვერი, ხელეჩო, ხერხი, შალაშინი და ყველაფერი რაც საჭირო იყო. მივიდა ჭინჭრაკა და დევს გამოეჭიმა. დევმა ახედა და კითხა. შენ ჭინჭრაკა არა ხარო? რა ჭინჭრაკა, რის ჭინჭრაკა? ერთი საწყალი დურგალი ვარ, ფიცრებს ვეძებ, კიდობანი უნდა გავაკეთო. მიუგო ჭინჭრაკამ. ერთი კიდობანი მეც გამიკეთეო, სთხოვა დევმა. ძალიან კარგიო, უპასუხა ჭინჭრაკამ. გააკეთა მაგარი კიდობანი და ჩასვა შიგ დევი. ერთი კი შეტორკმანდა დევი და მილეც მოლეცა კიდობანი. გააკეთა მეორე, დევმა ისიც დაამტვრია. გააკეთა მესამე. ეს კი ძალიან განძლე გამოდგა. დევი კიდობანში ჩაჯდა. ჭინჭრაკამ კიდობანს თავი დაახურა და დალურსმა. გაუკეთა ბორბლები და გორებ-გორებით წაიღო. გამწარდა დევი. ბევრი იბრძოლა, მაგრამ კიდობანს ვერაფერი დააკლო. მიოქს ჭინჭრაკას კიდობანი. უსკდება დევს გული. უთხრა ჭინჭრაკას. ბეწვის ხიდზე რომ ვიქნებით გამაგებინეო, უნდა ჭინჭრაკა ხიდიდან გადააგდოს. ჭინჭრაკა ბეწვის ხიდს გასცდა და დევს მაშინღა უთხრა. აი ახლა ბეწვის ხიდზე ვარ, ბეწვის ხიდზეო. გამოიწია დევმა, მაგრამ სად გადააგდებდა, ბეწვის ხიდი აღარსად იყო. მიუყვანა ჭინჭრაკამ ხელმწიფეს დევი და უთხრა. ერთი დიდი კიბე მომეცითო. მისცეს კიბე. მიადგა ერთ მაღალ კოშკს, ზედ აძვრა და კიბეც თან აიტანა. მერე დაუძახა ხელმწიფეს. აი ახლა ახადეთ კიდობანს თავიო. ახადეს კიდობანს თავი. ამოხდა გაბრაზებული დევი
დაერია იმდენ ხალხს, ხელმწიფეს, ნაზირ ვეზირებს და ჯარჯამაათსაც. ეძებს დევი ჭინჭრაკას, მისი ჯავრის ჭირს. ჭინჭრაკა კი არ ხეინა ძის კოშკის თავზე. ჭინჭრაკაო, მანდ როგორ ახვედიო? როგორ ამოვედი და მოვაგროვე დიდძალი თივა, მოუკიდე ცეცხლი, შევარდი შიგ და ალმა აქ ამომიტაცაო. გაიქცა დევი, მოაგროვა თივა, მერე მოუკიდა ცეცხლი, ჩახტა შიგ და დაიწვა. ჭინჭრაკა კოშკიდან ჩამოვიდა. ხელმწიფობა იმას დარჩა. მოიყვანა ძმები და ცხოვრობდნენ ბედნიერად. გამოიწერეთ არხი მეტი ზღაპრული სამყაროსთვის და გააქტიურეთ ზარის ხილაკი.